მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით ნათესაებო მოყვას მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, საზოგადოებაში, გულში, სულში, ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი შვილები გაბეორდნენ და გამრავლდნენ და მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად გაისარჯეთ ამისათვის. ეს იქნება გნებავთ დაწყებული შეძახილიდან, თხოვნიდან, დაკვალიანებიდან, გაგრძელებული მატერიალური თანადგომით ყველას ოჯახის წევრი იქნება თუ ძლიერი ამა ქვეყნისა. არაფერია დაკარგული, არც აი ახლახან დაკარგული ცხინვალისა და სოხუმის რეგიონი, აფხაზეთი, შესაბამისად და არც ძველ ეპოქაში დაკარგული ძეგლები იქნება თუ მამულები იქნება, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს და გაბეორდეს და მეტადრე არ არის დაკარგული ქართული სწავლება, ქართული ცოდნა, ქართული სიტყვა, ქართული ასე ვთქვათ ლოგოსი, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ყველა ქართველს ოდითგანვე გვწამს და გვჯერა, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ მიწით, ამ მამულით, ამ ენით, ამ გარემოთი, ამ საოცრებებით და მიჯაჭვულები ვართ აქაურობას და ვალდებულები ვართ არა მარტო ჩვენი შთამომავლობის წინაშე, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე, აი ამ საიდუმლოთი და აი ამ ფასეულობებით. აი ახლა დღეს ზუსტად ერთი მხრივ უნდა ლოგოსზე ვისაუბრო, ოღონდ აი სხვის მიერ არის ეს სიტყვა დარქმეული რაზე. ძალიან დიდი მადლობა ამ ინიციატივისათვის, ეს არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და უმეტესად საქართველოს საპატრიარქოს ერთმა ჯგუფმა, კერძოდ რომელსაც კურირებს მისი მაღალყოლადოსაღვდელოესი მეუფე დანიელი, ღვაწლმოსილი ადამიანი, მოაზროვნე, მრავალმხრივი ადამიანი, მათ დააფუძნეს საგანმანათლებლო პროგრამა ლოგოსი. ამ სტატუსით დაახლოებით ალბათ 30 შესაძლოა 40-მდე ლექცია, გაკვეთილი, სემინარი, შეხვედრა ჩატარდა. ბოლო 2 წელიწადი იქნება უკვე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და აი რა თემაზე აღარ იყო საუბარი, ძალიან ზოგი ისეთი საოცარი ლექცია იყო, ზოგი ისეთი საოცარი ადამიანი მონაწილეობდა, აი განსაკუთრებით მინდა მივესალმო ბატონ ვალერი ვაშაკიძეს, გამოუგნებელი და სასიხარულო იყო მისი მოხსენება, ერთ-ერთი რაც უმნიშვნელოვანესი იყო დაასაბუთა ისტორიულად, ანთროპოლოგიურად, აი უკვე დნმ-ის საშუალებებითა, წყაროებით, ასე ყველა მხრივ შეიძლება ითქვას დოკუმენტალურად, წყაროსმიერად, არქეოლოგიურად, ასე შემდეგ დაასაბუთა, რომ ჩვენ ეს ხალხი, ამ სახის ხალხი, ამ მოდგმის ხალხი, ამ ჯიშის ხალხი, ამ გარეგნობის ხალხი, ამ სავარაუდოდ ენის ხალხი, სავარაუდოდ კი არა, აშკარად ენის ხალხი, აი აქ ცხოვრობთ ალბათ დასაბამიდან რა საუბარი არის, ახლა რაც შესაბამისად, აი პრეისტორიას უკვე რო ისტორია დაერქვა და 50 საუკუნის წინ, 45 საუკუნის წინ და პრეისტორიას რო ისტორია უნდა დაერქვას და უნდა იხელმძღვანელოს ხალხმა ქართლის ცხოვრებითა და ბიბლიით, ამას წყალი არ გაუვა, ასაღებია ხელში ქართლის ცხოვრების ნუსხები, მოგეხსენებათ 20-მდე ნუსხა არსებობს და ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემაზე და ასაღები არის ბიბლიის ქართული სხვადასხვა თარგმანები გვაქვს ჩვენ სხვადასხვა ეპოქაში, თანამედროვე თარგმანებიც გვაქვს და ასევე ასაღებია ხელში სხვადასხვა ენოვანი, სხვადასხვა ერის მიერ ნათარგმნით ავიანთ ენაზე, მათგან ძალიან ბევრი სულიწმინდის მადლით თარგმნიდა და ზოგი კიდე ცხადია გენიოსი იყო, რაზეა საუბარი 2-აზე არსებობს, რომ სწავლულები, ძალიან მაღალი დონის სწავლულები არიან, ვინც თარგმნიან ბიბლიას და ინსტიტუტები არსებობს, დიდი უმაღლესი სასწავლებლები არიან ჩართული და სამეცნიერო სასწავლებლები და სამეცნიერო ორგანიზაციები ბიბლიის თარგმნაში, მადლობა მათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი აი წიგნებიდან ბიბლიას ყავს და ამის მიუხედავად ბიბლია მაინც ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მრავალგამოცემიანი წიგნია და მრავალტირაჟიანი და აქვე ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი ყველაზე მრავალრიცხოვანი მტერი ყავდა ასევე ქართლის ცხოვრებას, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან განვიცდით ჩვენ ამაზე და
ასევე მოგიხსენებათ, ეხლა გამახსენდა 1953 წელს, რომ გამოიცა ჯავახიშვილის სეული, უკვე გარდაცვლილი იყო ივანე ჯავახიშვილი 3 წლის და რომ გამოიცა საქართველოს ისტორიის წიგნი, აი იმ წიგნს გამოუცხადეს ძალიან დიდი მტრობა და მგონი 30,000 თუ 35,000 იყო ტირაჟი და ფლითეს, გლიჯეს, დაწვეს, დახვრიტეს წიგნები და 8 თუ 9 ეგზემპლარი არის გადარჩენილი და ასე შემდეგ და აი ესეთი ბრძოლები აქვს წიგნებს და კიდევ ერთხელ გიმოაიხლათ მე ვუბრუნდები და ზუსტად აი ამ თემისკენ არის ამ საგანმანათლებლო პროგრამა ლოგოსისკენ არის ჩემი დღევანდელი საუბარი და თხოვნა და განცხადება მიმართული ჩემო ბატონებო და აი დიდი მადლობა აი ამ მეუფე დანიელს და აკადემიკოს ბატონ ავთანდილ არაბულს ასევე ძალიან დიდ ადამიანს, დიდ ქართველს, აკადემიურს, ღვთისმოსავს, გაწონასწორებულს, თავაზიანს, მე კეცვიხრი მის წინაშე მოხარული ვარ, რომ მქონდა ერთხელ საუბრის საშუალება, წიგნი მაჩუქა, ძალიან დიდი მადლობა. ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ გიხსნით, ნახეთ უკვე გადავიდეთ აი ამ თემაზე. ეს ორგანიზაცია ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ქართველოლოგიურ თემაზე, საქართველოსთან დაკავშირებულ, საქართველოს ისტორიასთან, ენასთან, კულტურასთან, არქეოლოგიასთან, აი ყველაფერი რაც შეიძლება იყოს ქართველოლოგიასთან დაკავშირებული, ამასთან დაკავშირებით ატარებს ლექციათა კურსს და ჩატარდა უკვე როგორც მოგახსენეთ 30-ზე მეტი, ახლა შესაძლოა 40-იც კი. ლექცია ასევე მინდა მივესალმო ერთ-ერთი საოცარი დიდებული ლექცია ქართულ ენაზე, ქართული ენის ფასეულობებზე ჩაატარა ქალბატონმა დოდო მარიამ ღლონტმა. დიდი გონება, დიდი აზროვნება, დიდი მოქართულე და მესაიდუმლე ქართული ენისა და ქართული ენის მოსაიდუმლე თუ ადამიანი, ესე იგი და თუ იცის მისი სიღრმეები და მისი საიდუმლოებანი, ესე იგი გენიოსია ის ადამიანი და ჩვენ ძალიან ბევრი გენიოსი ყავს ამ ეპოქაში და წარმოსაჩენია მათი საქმე. აი ამ ღონისძიებებს ახლა მე ცოდვა გამხელილი ჯობსო და ალბათ 7-8 ლექციას ვუსმინე თავიდან ბოლომდე და ვუყურე. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ, აი საგანმანათლებლო პროგრამა ლოგოსი ჩაწერეთ ესეთი, მე აი ვუწევ მას რეკომენდაციას თქვენთვის, რომ უყურეთ, იქ სათაურები წერია და მე მომხსენებელი წერია ლექციის, სათაური ლექციის მკითხველი შესაბამისად და ამოირჩიეთ ძალიან ბევრს ამოირჩევთ და ძალიან კმაყოფილი დარჩებით ისეთი თემები იქნა განხილული და მე ვიცნობ ერთ ადამიანს ძალიან დიდ ქართველს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მე რომელიც არის მსმენელი ამ ღონისძიებებისა ძალიან აქტიური ისეთი რომ არც ერთი არ გამოუტოვებია და ზოგი ორჯერ და სამჯერ აქვს შესაბამისად ნანახი გადახვეული ზოგი ნაწერი ამოწერილი ასე შემდეგ და ეს ადამიანი აი მთხოვს რაღაც დონეზე შესაბამისად რომ მე მას ხარში ვუდგევარ და აი ამას ყველაფერში ვეთანხმები კიდევ ერთხელ გეუბნები და მთხოვს აი მეც და ნებისმიერ ჩვენთაგანს რომ აი ამას გავეცნოთ და მან უნდა რომ ეს წერილი მიაწვდინოს მეუფე დანიელს რომელიც არის აი ამ ღონისძიებების ორგანიზატორი კიდევ თქვენ ნახავთ რომ მეუფე დანიელი ყველა თუ არა თითქმის ყველა აი 90% ლექციას ესწრება შესაბამისად თავმჯდომარეობს აი ამ სხდომას, აი ამ შეხვედრას, აი ამ ლექციას და ასევე ბატონი ავთანდილ არაბულია იქა და რამდენიმე რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია, რამდენიმეს ესწრებოდა ასევე მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, მართლაც დიდი გონებები, მართლაც დიდი ადამიანები. ეხლა მე ამ ტექსტს წავიკითხავ რას მიმართავს ეს მსმენელი კაცი, ეს მოქართული კაცი, ეს მკვლევარი კაცი, ეს დაინტერესებული ადამიანი. რას მიმართავს ჯერ ტექსტს წავიკითხავ რომ თქვენთვის ეს უფრო მარტივად ამოღებადი იყოს თუ შესაბამისად ეხლა ამოჭრით აი ამ ნაწილს ამ საუბრიდან და შესაბამისად მერე თითოეული ნაწილი აი ამ ტექსტისა აბზაც-აბზად განვიხილოთ, კარგით? თქვენო მაღალ ყოვლად უსაღვდელო ესობავ ღვდელთავრებო მეუფე დანიელ მეუფე ანანია მამებო და დედებო ბატონებო და ქალბატონებო შესაბამისად აქ ალბათ უნდა მოიხსენიოს ბატონი ავთანდილ არაბულიც კიდევ ერთხელ ვამბობ არის ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი საგანმანათლებლო პროგრამა ლოგოსი დიდებული წამოწყება კიდევ ერთხელ ხას უსვარო დიდი მადლობა
გამოხატავთ უდიდეს მადლიერებას საუკეთესოდ ორგანიზებული თემატური საელექციო კურსებისათვის. თავისუფლებას ვაძლევ, რომ მოგმართოთ და გთხოვოთ, რომ იქნებ გაგრძელდეს მსგავსი სალექციო კურსები და შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე. სალექციო თემებს შორის იყო ლექციების ციკლი წმინდა ნინოს შესახებ, სადაც მოვისაკლისეთ თემები, რომელიც მნიშვნელოვნად წარმოგვიდგენია წმინდა ნინოს ცხოვრებიდან. კერძოდ, საქმე ეხება ფარავნის ტბაზე წმინდა ნინოს გამოცხადებას, როდესაც მას გამოცხადებისას გადაეცემა ქრისტეს ბეჭდით დამოწმებული ქვაზე დაწერილი 10 მცნება. მეორე საკითხი, რომელიც ასევე სამარაუდოდ მსჯელობის მიღმა დარჩა და თითქოს განმარტება დააკლდა. ეს არის წმინდა ნინოს ლოცვისა და კერპების ნგრევის შემდგომ წმინდა ნინოს მოძებნილი ბივრილის ქვის შენახვის მიზეზი. მეორე აბზაცი. ასევე საინტერესოდ გვეჩვენება სვეტიცხოვლის აშენებისას კიპაროსის მეშვიდე ბოძის დადგმის განმარტება, რომელიც რომ არა ჭაბუკი ზეციდან ვერ გაიმართებოდა მეფე მირიანის მხედრობის დახმარების მიუხედავად. წმინდა ნინოს ლოცვით ზეციდან მოვლენილი ჭაბუკი, რომელიც მეშვიდე ბოძს აღმართავს, წმინდა ნინოს 3 სიტყვას უზიარებს. ხაზგასმულია, 3 სიტყვას უზიარებს, ეუბნება. რაც მომხსენებელთა გამოსვლებში არ იყო ნახსენები და განმარტებული. ჩვენთვის გადმოცემით ცნობილია ბივრილის ქვის მნიშვნელობა. სულხან საბას განმარტებებით ლექსიკონში ბივრილი მოხსენიებულია როგორც 2 ფერის, ცისფერი და ზღვისფერი სახით. საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ქართული ენის განმარტებაში ვკითხულობთ. ღრმა, უნაპირო, თავმდაბალი და მიუწვდომელი ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია საქართველო, გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველსყოფელი სხივებივით საამო. ცისფერია მისი სამოცი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. ეს სასაოცარი შეფასებოდა სიტყვებია უწმინდესი პატრიარქისა. შემდეგი აბზაცი. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე არის მონიშნული უძველესი სვანური დროშა თეთრი დათვის ბელით. პროფესორ ცირა ინწკირველის წიგნში იესო ქრისტეს დიდშვენიერი დიდება ქართული 40-იანი ანბანი განლაგებულია ჩრდილოეთ პოლუსზე პატარა დათვის თანავერცხლავედის ვარსკვლავებზე. სავარაუდოდ ბივრილის ქვა უნდა გულისხმობდეს ქართულ ენასა და დამწერლობას, რაც წმინდა ნინომ წარმართობიდან შეინახა, გადმოიტანა. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ამ თემების მოსმენა საპატრიარქოსო და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელთა მხრიდან. შემდეგი აბზაცი. საინტერესოდ გვეჩვენება ასევე საკითხი ვახტანგ გორგასლისა და პეტრე იბერის თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან ორივეს ერთდროულად მოუხდათ მოღვაწეობა წმინდა მიწაზე. ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას ეძღვნება პროფესორ გაგა შურღაიას სქელტანიანი ნაშრომი, რომელიც გამოცემულია იტალიურ ენაზე. სავარაუდოდ ამ საკითხს ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა. ამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ამ მონოგრაფიის ქართულ ენაზე გადმოტანა და მკითხველთათვის გაცნობა. ამ აბზაცს დავუბრუნდებით. გამომდინარე იქიდან, რომ 2026 წელი ქართველთა გაქრისტიანების გარდა არის ელენე დედოფლის მიერ ჯვრის პოვნის 1700 წელი, იერუსალიმის პატრიარქი დოსითიოსი აღნიშნავდა, რომ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში გოლგოთა ივერთა მეფე ვახტანგმა შეიტანა და დაიწყო კიდეც ჯვრის მონასტრის მშენებლობა. ასევე სასურველი იქნებოდა ამ თემების სალექციოდ წინ წამოწევა. ამ აბზაცს ჩვენ დავუბრუნდებით შესაბამისად იქ მყოფობა ვახტანგ გორგასლისა. მნიშვნელოვანია დავით აღმაშენებლის ეპოქის მიმოხილვა რუის ურბნისის საეკლესიო კრებასთან მიმართებით, ისე რომ წარმოჩნდეს ერის სულიერი და მორალური მდგომარეობა დავით აღმაშენებლის აღსაყდრებისათვის.
მნიშვნელოვანია და საეტაპო ნაწარმოებებია გალობა სინანულისანი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მნიშვნელოვანია თუ ტექსტის განმარტებებს მოვისმენთ იმ პროფესიონალებისგან, ვფიქრობთ ფილოლოგებისგან, რომელსაც ტექსტზე კვლევა აქვთ ჩატარებული. რამდენადაც ცნობილია ეს საკითხი დეტალურად აქვს შესწავლილი პროფესორ ლაურა გრიგოლაშვილს. ასევე ინტერესს იმსახურებს დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის მიმოხილვა კვალიფიციური კომენტარებით. აი მსმენელი, აი ამ ღონისძიებების მსმენელი და ზოგადად ჩვეულებრივი ქართველი, დაინტერესებული ქართველი აი ამ კითხვებით შესაბამისად არის აღჭურვილი, დაინტერესებული და ეძებს პასუხებს. ვაგრძელებთ, ჯერ ნახევარიც არ არის. სალექციო საათზე განხილულ იქნა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა, სადაც დეტალურად აღინიშნა მისი დიდი დამსახურება ქართული სამონასტრო ტიპიკონის შექმნასთან დაკავშირებით. ბერძნები და ლათინები ტიპიკონის შინაარსიდან გამომდინარე ასკვნიდნენ, რომ ივერიელები იყვნენ ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე მკაცრი დამცველები. რეალურად ალბათ ღირს გრიგოლ ხანძთელის ამ ნაშრომის რედაქტირება და ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში მისი იმპლემენტირება, რაც ხელს შეუწყობდა ბევრი საკითხის დაზუსტებას. მაგალითად, ამინ თუ ამენ, წმინდისა სულისა თუ სული წმინდისა, ერთარსი თუ თანაარსი და მსგავსნი. ისტორიოგრაფიაში ცნობილია, რომ არქეოლოგია საზრდოობს ისტორიული წყაროებით. ლექციებზე მოვისმინეთ პროფესორ ლიჩელის გამოსვლა კვიპროსის ექსპედიციის ანგარიშის ფარგლებში. ასევე გავეცანით ნეკრესის ცეცხლოვანი ტაძრის არქეოლოგიის შედეგებს. ექსპედიციის ხელმძღვანელებმა დანანებით აღნიშნეს დაფინანსების სიმცირე. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში თავდაპირველად დაფინანსდეს ბაგრატის ან გელათის არქეოლოგია, ანუ აქაური. სანამ თანხები გამოჩნდება ფართომასშტაბიანი გათხრების დაფინანსებისათვის და უცხოეთში მეტად. ფიქრობთ, ინტერესს მოკლებული არ იქნება ამ სალექციო სერიაში პროფესორ გია კვაშილავას ლექცია თემაზე ფაზისის აკადემიის დამფუძნებელ მარკიონზე და მის მამა პალამაზე, ანდრია პირველწოდებულის მიერ ხელდასმულ სინოპის უდელთავარ ფილოლოგოზე. ეპისტოლე რომაელთა მიერ 16-15. უძველესი ტაძრის წინამძღვრები, რომელშიც რამდენიმე საუკუნის სიძველის ფრესკებია, ამბობდნენ შემდეგს. სურათის გადაღება იმიტომ არ შეიძლება, რომ კედელზე არსებული სოკო იღვიძებს ფოტოაპარატის ბრჭყალებში ფიშკის ანთების დროს, ხოლო სანთელი აუცილებლად თაფლის უნდა იყოს, თორემ პარაფინიანი სანთელი მურავს კედლებსო. შესაბამისად ფრესკებს. ჩვენი ინფორმაციით პარაფინიანი სანთელი შემოვიდა ეგზარხოსობის დროს და ქართველი საღვთელოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო მაშინ. გთხოვთ გაგვარკვიოთ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაში. ჩვენი ისტორიის თანახმად ვახტანგ მეექვსი ამბობდა, რომ წიგნი აღარ იშოვებოდა. ამის გამო ანთიმოზ ივერიელმა მისცა წიგნის საბეჭდი მანქანა, მაგრამ დროის მუხანათობის გამო ვერ განვითარდა სტამბა, რომელიც იმდროინდელ საქართველოს ესაჭიროებოდა. შემდეგ ერეკლე მეორემ დაიწყო თბილისში წიგნის ბეჭდა. მოხდა რწანისის ბრძოლა და განადგურდა ყველაფერი. ილია ჭავჭავაძის დროს წიგნს ვიღაც ჩიოდა, ერი გავხდით უწიგნურნი და შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. საბოლოოდ წიგნი და წიგნის კითხვა გაგვიჩნდა და გავიხსენეთ კომუნისტების დროს. დაიწერა ივანე ჯავახიშვილის და ბერძენიშვილის სასწავლო წიგნი ქართული ისტორიის შესახებ. ამ დროს, როდესაც ძალიან დიდი შეზღუდვები იყო სიმართლეზე და ათეისტური ქვეყანა იყო, გამოდის, რომ ჩვენ ისტორიის წიგნი არ გვაქვს, რომელიც აუცილებელია ერის განვითარებისათვის. ბოლო ჩვენი პატრიარქის ანტონ მეორის წიგნი მეფეთა ისტორია დარჩა რუსეთში. მითოლოგიის
ნაწილში წაკითხული მედიას მითი ფიქრობთ მოითხოვს დეტალიზაციას და სრულ განმარტებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მსმენელს ექმნება წარმოდგენა, რომ ოქროს საწმისი ბერძნული წარმოშობიდან გამომდინარე ბერძნების კუთვნილებაა. წინამდებარე თემა ასევე შეიძლება მოსმენილ იქნას პროფესორ გია კვაშილავას სალექციო კურსებში. მითოლოგიის ციკლში სასურველია განხილულ იქნას ამირანის მითი, რომლის დამუშავებული ვერსია ეკუთვნის ალიკო ცინცაძეს, სადაც ამირანის სიძველე პრომეთესთან გილგამიშთან მიმართებით უფრო ცხადი ხდება. პრომეთესთან მძიმე გილგამეშთან მიმართებით უფრო ცხადი ხდება. კარგი იქნებოდა ამ ლექციებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ისმენდნენ. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილის ისტორიის მოსმენისას გაიგებდნენ, რომ ბავშვის განათლება იწყება არა სკოლიდან, არამედ საბავშვო ბაღიდან. გაარკვევდნენ, რომ 2015 წელს მიღებული კანონი ქართული ენის შესახებ არის მკვდარი კანონი და არ მუშაობს. რომ არ გვაქვს ისტორია და საჭიროა ამ საკითხზე დაიწყოს სერიოზული მუშაობა და შეიქმნას საქართველოს ისტორიის წიგნი, რომელიც ასახავს სინამდვილეს. პოსტსკრიპტუმ. მას შემდეგ, რაც წინამდებარე საკითხი დღის წესრიგში იქნება წარმოდგენილი, შესაძლებელი გახდება ვიმსჯელოთ დამატებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ძველი აღთქმის გააზრების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი აღთქმა 4-შრიანი წიგნია: მარტივი, მინიშნება, სიბრძნე და საიდუმლო. ესენი შრეებია. მარტივი, მინიშნება, სიბრძნე და საიდუმლო. საიდუმლოს გახსნა სწორედ ქართული ანბანის მეშვეობით ხდება. ასევე საქართველოს საფატრიარქო გერბსა და სახელმწიფო გერბს შორის არსებულ განსხვავებათა შესახებ. ესეც ერთ-ერთი აბზაცი იყო. და მესამე პრობლემატური საკითხი მიეძღვნება ქართველთა დემოგრაფიის მწვავე პრობლემას. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება პეტრიწონის ტაძრის ტიპიკონში იკითხება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ლექციათა კურსი, რომ ჩაატარა. ფაქტობრივად, მოდით ასე ვთქვათ, მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს საპატრიარქომ, ანუ ერთის მხრივ იქიდან წარმომადგენელი და თავკაცი გახლდათ ბატონი ავთანდილ არაბული და მეორეს მხრივ გახლდათ მისი მაღალყოველადოსაყრდელოესობა და ძალიან დიდი ღვაწლის მქონე ადამიანი მეუფე დანიელი. შესაბამისად, ერთ-ერთ მსმენელს ეს კითხვები გაუჩნდა. ალბათ ხებსაც რაღაც სხვადასხვა კითხვები იქნება, მაგრამ ეს ახლა ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ცალკე მეუფე დანიელს გაეგზავნოს, ბატონ ავთანდილ არაბულს გაეგზავნოს, აქ ადრესატად ამ ბატონს ყავს ნახსენები მეუფე ანანია და ასევე კიდე გაუგზავნოს აი სხვადასხვა მეუფეებს, სხვადასხვა სწავლულ ადამიანებს, თუნდაც იქ მონაწილე ადამიანებს, ასე შემდეგ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველ ერთს გვჭირდება რაღაც აი ელემენტარულ რაღაცას ვიტყვი, კარგად გამიგეთ. ახლა აი ძალიან ბევრი რამე, აი თუნდაც თანამედროვე ქართულ ენაზეა გადმოსატანი, აი ძალიან ბევრი წიგნი, ძალიან ბევრი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები და ასე შემდეგ. ხომ ეთანხმებით. გაცილებით დიდი პოპულარიზაცია უნდა, ხალხამდე მიტანა უნდა შესაბამისად. აი თუნდაც გალობანი სინანულისანი ახლა რატო არის ესეთი არაპოპულარული? იგივე მაგალითად ახლა რუის ურბნისი 10,000 ადამიანი საუბრობს ახლა დღეს აქტიურად ხანსად და ნეტა რამდენმა ადამიანმა იცის ძეგლის წერა რუის ურბნისისა და იქ არსებული მუხლები, პუნქტები და ასე შემდეგ. ეს არის გადმოსაქართულებელი ახალ ქართულად უпроსორეთ, ახალ ქართულზე გადმოსაყვანი, დათარგმნი და ხალხში გასავრცელებელი. ძალიან უნდა ღირდეს აი საბამისად ძალიან იაფი და უნდა იყოს მაღალი ტირაჟით დაბეჭდილი, თუნდაც აი პატარა ბროშურა რა, ძეგლის წერა, ისიც როგორ დაეწაფება ხალხი ამას.
ეხლა მოგეხსენებათ ერთ-ერთი მიზეზი, კარგად გამიგეთ რა, ვისაც გინდა იმას ეწყინოს რა, თვითონ ეხლა სადაღარ მინახავს მე, აი უნივერსიტეტში მინახავს და ეჭვი არ მეპარება, რაც უნდა ამას ეჭვის შეპარვა, ნახოთ წიგნები აკადემიკოსების დაწერილები, როგორ უტევენ ქართლის ცხოვრებას, გამიგეთ და ჯერ იქიდან დავიწყოთ რა, ჯერ იქიდან დავიწყოთ საუბარი ეხლა ქართლის ცხოვრებიდან, რომ აი ქართლის ცხოვრება, მაგალითად მისი პირველი ავტორი ლეონტი მროველი, ჯერ ასთა სხვადასხვაობა ვინ იყო, რა კონფესიის ადამიანი იყო, აი ამაზეც არის რა, ასთა სხვადასხვაობა და საერთოდ იყო თუ არა და სახელია თუ ფსევდონიმია და აი წარმოიდგინეთ რა. ამასთანავე ზოგი პროფესორები, აკადემიკოსები, აი მაგალითადთვის ერთი ამბობს, რომ ეს არის მე-7 საუკუნე, მეორე ამბობს, რომ მე-8 საუკუნის ადამიანი, მესამე, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-12-საც ამბობენ. აი ღმერთმა აცხონოს საინტერესო ადამიანი იყო როგორც მინიმუმ და მკვლევარი ბატონი ჯანრი კაშიამ მაგისი წიგნია ესეთი უბისი ქვია და ამბობს რომ მე-12 საუკუნის ადამიანი ხლა იქ იყო სხვა და მე ხლა ისეთ ვამბობ ივანე ჯავახიშვილისა, სიმონ ჯანაშიასი, ბერძენიშვილის, აი ბოგვერაძე იყო, მარიკა ლორთქიფანიძე იყო, ვინ აღარ ამბობს, აი ესე იგი აი ამ მე-7 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მოედით მასინ ასე ვთქვათ მაინც რა შესაბამისად 5 სხვადასხვა საუკუნეა და ესე იგი რომელიმე ერთი საუკუნე ხო მართალია სიტყვაზე და დანარჩენი წარმოიდგინეთ 4 საუკუნე და მისი ისინი მტყუანები არიან ხვდებით ხო ანუ ამაზე ვერ შეჯერდა საზოგადოება ასევე ეს ქართლის ცხოვრება საჩვენო წიგნია თუ სასხვისო წიგნია ამაზე ვერ შეჯერდა საზოგადოება და მე ადრეც ვლაპარაკობდი ამაზე არ მიყვარს ახლა ხშირად ერთი და იგივე საუბარი მაგრამ რა განზია ეს წიგნი და რა მნიშვნელობა აქვს იქიდან შეხედეთ რომ ამ წიგნს პირველ რიგში დაარტყა პეტერბურგში კავკასიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა ქერო პატკანოვი მისი მოადგილე და მოსწავლე და მისი საქმის გამგრძელებელი გახდა ნიკო მარი. აი ქეროფე პატკანოვმა იმ მაღალი კათედრიდან შეიძლება ითქვას მთელ იმპერიაში ეგ იყო რა ახლა ისტორიის კათედრა და ისტორიის ინსტიტუტი. იქიდან გადმოგძახა ხარვეგო ნაყალბევიაო, ყალბიაო, ტყუილიაო, აბსურდი არისო, ემტერებოდა. ახლა ერთი მხარე ამბობს, ერთი მხარე ქართველთა ძალიან დიდი ჯგუფი. რომ ეს არის პროსომხური, პროარმენული წიგნი, გამიგეთ? და ის კიდე მთავარი ფლაგმანი არმენიული ისტორიოგრაფიის ამბობს, რომ არა ეს ცუდი წიგნია, ყალბი წიგნია, შესაბამისად აი ესეთი წინააღმდეგობა ხო ხდებით რის თქმა მინდა. ყალბია და მას არ მოწონს ეს წიგნი. არ მოწონს შინაარსობრივად არსით, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ერის გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი, იდეოლოგიის ამწევი წიგნი და ასე შემდეგ. მე ამას აუცილებლად დავუბრუნდები ახლა. და რა ხდება? შესაბამისად იმ ეპოქაში ამბობს რომ ესო ვახტანგ მე-6-ემო და მისმა კომისიამო, საულ ლუკასთა კომისიამო მოიფიქრესო და ზღაპარის შექმნესო. კარგად გამიგეთ. ხვდებით ხო როგორი მომენტია და მაშინ მართლაც არ იყო წარმოგიდგენიათ ისეთი აი უწიგნობაზე აქ იყო რა წიგნის არქონაზე იყო საუბარი და მაშინ მართლაც ხელში არ ეჭირათ რა როდესაც ეს გადაწყვიტეს ვახტანგ მე-6-ს სწავლულ კაცთა კომისიას და სულმნათ სულხან-საბა ორბელიანს ხელში არ ეჭირათ ეს წიგნი და წარმოიდგინეთ იყო ერთი დიდი მღელვარება ამ თემაზე და მერე უკვე აი წარმოგიდგენიათ მერე გამოჩნდა აი პრაქტიკულად აი სამეგრელოდან ჩამოვიდა მარიამისეული ქართლის ცხოვრება რომელიც არის 1600-იანი წლების ხელნაწერია ესე იგი 1600-იან წლებში უკვე გვქონდა ესე იგი გაცილებით ადრე ვიდრე ვახტანგ მე-6-ე მერე გამოჩნდა ივანე ჯავახიშვილმა იპოვნა დიმიტრი ბაქრაძემ იპოვნა არსებობს მერე ჭილაშვილისეული აი ესენი რაც მერე გამოჩნდა ანასეული ივანე ჯავახიშვილის ეპოქაში და ჭადია უკვე გარდაცვლილი იყო ის ადამიანი მაგრამ იმ ხროვამ გაკმინდა ხმა რომ
თურმე ვახტანგ მე-6-ს ნაყალბევი არ ყოფილა და გაცილებით მეტი საფუძველი აქვს ახლა ამ და იქ შესაბამისად იძებნება კიდე როგორი ნუსხები იცით აი 4 ფურცელი 5 ფურცელი 10 ფურცელი ფრაგმენტული რა ესე და ანუ კიდე ერთხელ მინდა გითხრათ რომ თავიდან რომ გადაწყვიტა ვახტანგ მე-6-ემ რომ გამოეცა 1600-იანი 1700-იანი წლების მიჯნაზე რა რომ გამოეცა ეს წიგნი აი ეს კომისია შედგა და მაშინ შეიქმნა ახლა უკვე შეიძლება ითქვას ახალი ქართლის ცხოვრება და აი და გამოჩნდა მარიამისეული, ანასეული, ჭილაშვილისეული და ასევე გამოჩნდა კიდე უფრო ადრინდელი სომხურ ენაზე ნათარგმნი მე-12 საუკუნის, მე-13 საუკუნის ნუსხა რომელიც უფრო მოკლედ შინაარსობა, ანუ უფრო შინაარსით შემცირებულია ტექსტი, ასე ვთქვათ რა. თორე ყველანაირად იგივე პრაქტიკულად გადახვევა არ ხდება და აქედან გამომდინარე, აი ყველაზე ადრინდელი ახლა ფაქტად რჩება, რომ ჩვენ გვაქვს სომხურენოვანი ქართული ცხოვრება, ანუ სომხურად თარგმნეს მე-12 საუკუნეში. და ჩემი ერთ-ერთი ნატრაა რომ უფრო ადრინდელი გამოჩნდეს და ეხლა ჩემი მასწავლებელი მეუფიანანია ფიქრობს რომ ეს არის მე-9 აი მე-8 საუკუნე 800-იანი წლების 700-იანის ბოლო 800-იანის მიჯნის ანუ მე-9 საუკუნის მიჯნის ეპოქის წიგნია დაწერილია წარმოგიდგენიათ რა ხდება და ამ წიგნში ქართლის ცხოვრებაში არის შემდეგი რამ რომ არც არ არის ნახსენები სიტყვა აფხაზეთი. და აი სიტყვა აფხაზეთი მე-11 საუკუნეში რო აღიარებულია რომ ეს წიგნი მე-11 საუკუნეა, აგე აზრი გაჩნდა რომ მე-12 საუკუნის კაცია ლეონტი მროველი შესაბამისად და ამ ფსევდონიმით ვიღაცა წერდა, ზოგს გაეღიმება ხოლმე ვის აბრალებენ ამ წიგნის ავტორობას. ხო და წარმოიდგინეთ რომ იქ არ არის სიტყვა აფხაზეთი ნახსენები. აი ამ ხელა წიგნში ახლა სხვადასხვა ავტორი, ხო, იქ ჯუანშერია, იქ ჯუანშერზეც იგივე თაობას ფიქრობენ, რომ მე-11 საუკუნის ადამიანია, ლეონტი მროველზეც. ერთი სიტყვი ძალიან დიდი ასთა სხვადასხვაობა, მაგრამ რადგან არ არის იქ სიტყვა აფხაზეთი ნახსენები მთელ წიგნში რა. ესე იგი ჯერ ეს სიტყვა, ეს არსი, ეს სახელმწიფო, ეს სამეფო, ეს ქვეყანა, ეს ტოპონიმი, ეს ეთნონიმი, ქვეეთნონიმი ქართველი ერის ერთ-ერთი სახელი, ერთ-ერთი კუთხის, ერთ-ერთი ხანმთელი ხალხის ერთ-ერთი სახელი, ჯერ არ იყო შექმნილი. ხვდებით ხო როგორი მომენტია და ეს უკვე ლოგიკური დასკვნა, მაგრამ ლოგიკა ამათ არ უნდათ რა, უნდა თიპოვონ შესაბამისად რაღაც ესეთი დაფა, წარწერა, ასე შემდეგ და იმას უნდა დაეყრდნონ და რაც შეეხება რომ იპოვეს აი ქარელის რაიონში წარწერა ლეონტი და ასე შემდეგ. ლეონტი მაშინ ისეთივე სახელი იყო როგორც დღეს გიორგია, აი 250 მამაოს რო ქვია დღეს. ყველა რო ცდილობს რომ გიორგი და 100-დან 10 ბავშვს რო ქვია ბიჭუნებს, ვინც ახლა იბადება. ხო ეს სახელია გიორგი. აი მაშინ ეგრე იყო ლეონტი, გამიგეთ და მროველი ნიშნავს რომ რუისელია. რუის ურბნისელია, გამიგეთ და მაგ იქიდან მოდის ეს სახელი და ერთი სიტყვით აი ესეთი ბრძოლები ქონდა გამოცხადებული აი ამ წიგნს და მეუფიანანია ახლა ფიქრობს ესეთ რაღაცას ფიქრობს რა რომ ეს არის 800-იანი წლების დასაწყისის წიგნი და ამ დროს არის უმძიმესი ეპოქაა საქართველოში არაბობა ქვია რა ურთულესი ეპოქაა რა ეს არის აი რო წარმოდგენა რომ შეგექმნათ რა ეს გაცილებით უფრო რთული ეპოქაა ვიდრე აი საბჭოთა ეპოქა აი ბოლშევიკებისა და კომუნისტების ცენზურა რო იყო და შემოწმება რო იყო ყველაფრის და აი 5 ინსტანცია უნდა გაევლო წიგნს რომ გამოსულიყო სამზეოზე და ანალოგიური მომენტი ნუ გაგიკვირდებათ რა მაშინ არაბული სამყარო არაბული მთავრობა იყო და ამისი მაკონტროლებლები იყვნენ ყველანი არმენიელები დამბჯელები გადასახადების ამკრებები ცენზორები დამკვირვებლები იყვნენ არმენები და შესაბამისად აი დიდი ბრძოლა იყო რომ
არ მოხდა მთელი ქართველი ერის არმენიზაცია. შესაბამისად და აი მაშინ მოხდა ესეთი მომენტები, რომ ან მიზანმიმართულად არის რაღაცეები იქ ჩაწერილი იმ ეპოქაში, ეს ჩემი იდეაა რა. მე უფიანანია უფრო სხვა რამეს ფიქრობს, ამასაც მოგახსენებთ. ან მაგიტომ მოხდა აი მაგალითად ეხლა კარგად გამიგეთ რა, ივანე ჯავახიშვილმა მე ესე ვფიქრობ, რომ იცოდა რომ რამდენ წელსაც მეც იცოცხლებდა და იცხოვრებდა, უფრო მეც დაწერდა, კარგად გამიგეთ. და ზოგი მომიტევეთ აი რა სიტყვა ვახსენო, რომ თან აკადემიური, ზოგი შლეგი ფიქრობს, რომ აი რატო არ შეეწირა მაგალითადთვის იმ ეპოქას რომ შეეწირა სიტყვაზე ტერენტი გრანელი და რო შეეწირა ნიკოლო მიწიშვილი და დიმიტრი შევარდნაძე, რატო არ შეეწირა მაგალითისათვის გალაქტიონ ტაბიძეო ამასო. წარმოგიდგენიათ, რატო არ მოკვდაო? რატო არ შეაკვდაო? კონსტანტინე გამსახურდია რატო არ შეაკვდაო? კიდე კარგი იცოცხლეს და ნეტა აი ამას ვლაპარაკობს, სადაც გინდა იქ ვიტყვი ამას, რომ ნეტა მიხეილ ჯავახიშვილს ეცოცხლა. კიდე 10 წელი. კიდე 10 წელი. და იმისთვის რომ ეს წიგნი შემდგარიყო, რაღაცეები იყო დასაფარი. რაღაცეები იყო გადასარჩენი, რაღაცეები იყო შესანიღბი. და ეს ქართველებმა იმ თავითვე იცოდნენ. აი, რო წაიკითხა, მე ჯერა რო წაიკითხა, ღმერთმა გაახაროს ბატონი გია კვაშილავა, რო წაიკითხა ეს თავისი ფესტოსი, თავისი კი არა, თავისი უდიდესი კვლევა, რო წარმოგვიდგინა, რო წაიკითხა ფესტოსის დისკო. იქ წაიკითხა, რომ აი დაფარვა, სამჯერ 4ჯერ არის ნახსენები შესაბამისად, ფაქტობრივად ჰიმნია, ხო, ლოცვაა და ასე შემდეგ და სამჯერ 4ჯერ არის დაფარვა, რომ იმ ეპოქაშივე ცდილობდნენ რაღაცა დაეფარათ რა ქართველები. მერე შესაბამისად ძალიან კარგად იცის და ამიხსნა, რაცა ჩემი ხშირი სტუმარი რო არის, მივესალმები აქედან, ბატონი საჩინო გრაკლიანი, ბატონი ელიზბარი, აი როგორ ფარავდნენ, როგორ ნიღბავდნენ ქართველები რაღაცეებს. და ანალოგიური მომენტია, მე ესე ვთვლი, კარგად გამიგეთ და მეორე ვარიანტი ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ, აი დღესვე მინდა გთხოვოთ და ან მარტივად მოძებნით რა. არის ესეთი საიტი meupyanania.info. meupyanania.info. იქ არის ესეთი წიგნი ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია. გეხვეწებით, წაიკითხეთ, პატარა ბროშურაა და ყველაფერს მიხვდებით რა. რომ თავი დაანებოთ ქართლის ცხოვრებას რა. ყველა ცხადია არ მივმართავ, ძალიან ბევრ ჩემზე უფრო მეტად უყვარს, ჩემზე უფრო ეამაყება და ჩემზე 10ჯერ კარგად იცის ამ წიგნის ფასეულობა. ეს იყო გადამრჩენი წიგნი. წარმოიდგინეთ 1700-იან წლებში დასაწყისში ქართველებს აქაც არის ნახსენები აი ამ ბატონი მსმენელისგან, რომ წიგნი აღარ იპოვებოდა. წიგნი და იყო სპარსული წიგნები, წარმოიდგინეთ და ბავშვები სამეფო კარი იყო თუ ცოტა უფრო დაბალი იერარქები წარმატებული ადამიანები, ყველა ცდილობდა რომ წიგნი წაეკითხა, ხო, თუ ამის საშუალება იყო და ყველა ყოველთვის ცდილობდა ქართველი რომ განათლებულიყო. ყოველთვის თუ ამის საშიშის და დღესაც იგივე მცდელობაშია. ქართველი გლეხი, ქართველი მუშა, ქართველი ინტელიგენტი, ქართველი მღვდელი, ქართველი ჯარისკაცი, ყველა ცდილობს რომ შვილი გაანათლოს. მე ეს ვიცი და მე ეს მიხარია, ეს უდიდესი რამეა რა. უდიდესი რამეა, რომ ყველა ცდილობს რომ თავისი შვილი იყოს განათლებული და ნაკითხი და ყველაფერს დებს ამაში. გაახაროს ღმერთმა ქართველი ერი და ეს წესი. შესაბამისად, არის შოებოდა წიგნი და ხო წერია და ხო ვიცით რა გველის ხრელში გაძვრა იდიომაა ეს აცხადია. ვახტანგ მე-6-ე რომ ეს წიგნები გამოეცა და ეს იყო საოცარი საკითხავი წიგნი ახალი ქართლის ცხოვრება და ლექსიკონი სულხან-საბასი და ვეფხისტყაოსანი 1712 წელს გამოიცა და წარმოიდგინეთ ხელნაწერის სახით არის შესაბამისად ჩვენთან მოსული მცხეთური ხელნაწერი რომ ისხდნენ და იწერდნენ რა 6-7 ადამიანი. ახლა ერთი ცალი მოგვივიდა და გვაქვს ხელნაწერთა ინსტიტუტში განძი მცხეთური ხელნაწერი რედაქტირებული სულხან-საბა ორბელიანის მიერ და ალბათ კიდე 1, 3, 4, 5 შეიძლება 20 ეგზემპლარი იყო რა მაშინ გადაწერილი და აი ესეთი ტანჯვით ვრცელდებოდა წიგნი და მე ერთბაშად უკვე მოგახსენეთ აი 1940-იანი წლების
შუაში 45-ში, 46-ში, 47-ში 2-3 სიტყვა იპოვეს, რაც ჩვენ აი გვაკავშირებს შესაბამისად დასაბამთან და ქართველ ერს განავრცობს დასაბამიდან დღემდე, შესაბამისად ამოღებული იქნა ეს წიგნი, განადგურებული იქნა. აი როგორი მტრობა, წიგნის მტრობა, ვინ ემტერება და ვისგან ხდება ამ წიგნის განადგურება, ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის რა. აქ ახლა პირველი აბზაცი პირველი იწყება იქიდან, რომ ქართლის ცხოვრებას კარგად გამიგეთ, ვინც პატივს ვცემთ და ვინც მისი გვჯერა და აი წეღან მე ვახსენე დოდო მარიამ ღლონტი, რომელმაც ბრძანა, რომ ეს ქართლის ცხოვრება თავიდან ბოლომდე არის დოკუმენტებზე დაფუძნებული. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი, გამორიცხულია რომ აქ ზღაპრები იყოს რა, გამორიცხულია დოკუმენტებზე, ცნობებზე, გადმოცემებზე. და არ იკადრებდა გაყალბებას, არავინ არ იკადრებდა გაყალბებას, მეტადრე თუ არ იყო ღრმა ცოდნა და ღრმა დოკუმენტი. ამას ამბობს ქალბატონი დოდო მარიამ ღლონტი, არის სასულიერო სემინარიაში მასწავლებელი, პროფესორი, ლექტორი, დიდი ქართველოლოგი, დიდი ფილოლოგი, დიდი ადამიანი და აქ არის ესეთი რაღაცა, ნახეთ. მეორე აბზაცი. სალექციო თემებს შორის იყო ლექციების ციკლი წმინდა ნინოს შესახებ, სადაც მოვისაკლისეთ თემები, რომელიც მნიშვნელოვნად წარმოგვიდგენია წმინდა ნინოს ცხოვრებიდან. კერძო საქმე ეხება ფარავნის ტბაზე წმინდა ნინოს გამოცხადებას, როდესაც მას გამოცხადებისას გადაეცემა ქრისტეს ბეჭდით დამოწმებული ქვაზე დაწერილი 10 მცნება. აი ლექციები რო ჩატარდა ეს 10 მცნება არავინ არ ახსენა, კარგად გამიგეთ რა. ნახეთ, იესოს ბეჭედ დასმული მიეცა პატარა გოგონას წმინდა ნინოს შესაბამისად, რომ ჩამოვიდეს და გადასცეს ქართველ მეფე დედოფალ სამეფო კარს 10 მცნება იესოს ბეჭდით მან ეს გამოცხადება ნახა, წარმოგიდგენიათ და ეხლა წავიკითხოთ ეს 10 მცნება მე-4 საუკუნეში ქართველი ერისადმი შესაბამისად მიცემული, არა მარტო ნინოსადმი, არამედ სამეფო კარისადმი რა. სადაც იქ დანომრილია 10 A, B, G, D, E, V, Z, T, არა, T-მდე არის ჰ-8 და მერე T, მერე I, ანუ 10 პუნქტია. პირველი, სადაც იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქვას დედაკაცი ესე. პირველივე მცნებაში ნახსენებია დედაკაცის ხსენება. არცა მამაკაცობა არს და არცა დედაკაცობა არს, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ. აი როდის რა ეპოქიდან შესაბამისად არის დაყენებული თანაბრად მამაკაცი და დედაკაცი ისეთ საქმეში, რასაც ქვია მოღვაწეობა, რასაც ქვია შრომა და ასე შემდეგ. და ვიღაცა ახლა ჩვენ გვასწავლის როგორ მოვექცეთ მაგალითად ქალბატონებს, როგორ მოვექცეთ დედებს, როგორ მოვექცეთ ცოლებს, როგორ მოვექცეთ ქალიშვილებს, როგორ მოვექცეთ აღმზრდელებს მაგალითად ქალბატონებს და ასე შემდეგ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნიდან ნათელცემდით მათ სხეულთა მამად. ნახეთ ახლა ეს თქვენით შეგიძლიათ ნახოთ რა. თქვენით შეგიძლიათ ნახოთ 10 მცნება ქართლის ცხოვრებაში. აი წმინდა ნინო რო შემოდის, სადაც აი ფარავნის ტბასთან ქვას რო ამოიდებს სასთუმლად, შესაბამისად აი იქ ხდება მძინარეს გაიღვიძებს და ხელში უჭირავს ეს ისინი და აქვს ასევე მიცემული დაკვალიანება, სწავლება, ასე შემდეგ, იწყებს ტირილს მოგეხსენებათ, მე პატარა გოგო ვარ, რა შემიძლია, ვინ მომისმენს, როგორ გადავწე ეს მეფეს და მოდის აღჭურვილი ქრისტეს კურთხევით, ღვთისმშობლის კურთხევით, წმინდა ნინო. აი ნახეთ ახლა უცებ რა გამახსენდა, იცით? რა გამახსენდა, იცით? აი მაგალითადთვის ერთ-ერთ ნუსხაში, აი მარიამისეულ ზუსტად მაგ ადგილას რა, მაგ ადგილას იქ ეკითხება ადგილობრივ იქ მყოფ მწყემსებს ეკითხება წმინდა ნინო, რომ საიდან ბრძანდებით, აი როგორ საიდან ბრძანდებით, აი ჩვენ ვართ აქედან და აქედან და აქ მივემგზავრებით. მარიამისეულ ნუსხაში წერია სომხეთის დიდ ქალაქში და ანასეულ ნუსხაში წერია მცხეთის დიდ ქალაქში.
ხვდებით ხო როგორ ეს ერთ ნუსხაში ესე წერია, მეორე ნუსხაში ესე წერია, გამიგეთ? იქ ახლა როგორ უკვე ჩანს რომ ერთ-ერთში არის შეჭრილი სხვა რედაქტორი, ხო გამიგეთ? ესეთი მომენტები ძალიან ბევრია და ეს თრგუნავს ადამიანს უსაფუძვლოდ, ქართველ ადამიანს. მესმის ჩვენ ძალიან ფაქიზები ვართ, მაგრამ აი რატოა, როგორ არის ამაზე ხო უნდა ვიმსჯელოთ, კარგად გამიგეთ რა. მით უმეტეს ახლა მაგალითად აი 1940 წელს გამოვიდა ესე 41-42 წელს გამოსცა სიმონ ყაუხჩიშვილმა მარტო ერთი ნუსხა ანასეული გამოსცა 1900-იანი წლების დასაწყისში ექვთიმეთაყაიშვილმა მარიამისეული 1905-ში დაახლოებით თავიდან მარი ბროსემ გამოსცა ეგ წიგნი წარმოგიდგენიათ აი 1800-იანი წლების შუაში სიტყვაზე 1850 წელს მარი ბროსემ გამოსცა ქართულად და ფრანგულად წარმოგიდგენიათ რა ღვაწლი აქვს ამ ადამიანს ღმერთმა გაახაროს იმ სოფელში ღმერთმა აცხონოს მარი ბროსე მე ღრმად წამს რომ იგი გაქართველდა და იგი გამართმადიდებდა და იმიტომ რომ ვახსენე მისი სახელი და იმიტომ შევთხოვე ღმერთს მისი ცხონება. ეს აი გამოდიოდა ესენი ზოგში ესე ეწერა, ზოგში ისე ეწერა, კარგად გამიგეთ, ზოგში ესე წერია და 1950-იანი წლების შუაში 54-ში, 55-ში უკვე სიმონ ყაუხჩიშვილმა გამოსცა დიდებული გამოცემაა, კარგად გამიგეთ, დიდებული გამოცემაა და იქ ქვემოთ არის ყველა დეტალი ნახსენები, კარგად გამიგეთ, აი იქ როგორ წერია, იმ ნუსხაში როგორ წერია, იმ ნუსხაში როგორ წერია ერთი ტექსტია და ქვემოთ სკოლიოები ზოგან გაცილებებით უფრო დიდია იმ გამოცემაში, ვიდრე ის ტექსტი რა, თვითონ ქართლის ცხოვრების და დიდებულად განმარტებულია, ყველაფერს მიხვდებით. კიდე ერთხელ მინდა ვთქვა ამას მე ყოველთვის ვუსვავ ხაზს, ძალიან აქ გთხოვთ რა, ვისაც გნებავთ რომ აი საიდუმლო აღმოაჩინოთ, საიდუმლო გაიგოთ რა, ქართული სამყაროსი, ქართული საოცრება გაიგოთ, მე ყველას მინდა ვთხოვო რომ აიღეთ აი ყველა ეს ქართული ნუსხები უკვე ძალიან ხელმისაწვდომია ყველგან ქართლის ცხოვრებისა და აიღეთ ბიბლია, აიღეთ მოქცევა ქართლისაი და ბიბლიის ნუსხებით აი დაბადება. უმნიშვნელოვანესი წიგნია რა. დამერწმუნეთ მე ღრმად მწამს რომ ყველაფერი ქართულ სამყაროს, ყველაფერი ქართველ ერს ხილულად ეხება ხარანიდან გასვლამდე. აი ხარანიდან გასვლამდე აბრაამისა, სულ ყველაფერი ქართულ სამყაროში ხდება. ქართულ ენაში ხდება, ქართულ საზოგადოებაში ხდება, ქალდეურში, რომელთანაც ყველაზე ახლოს ქართულია. კარდუულში, ქართულში. აი შესაბამისად იქაც მე ამას ნებისმიერმა ადამიანმა ის ადმე დამპატიჟოს 2, 3, 5, 10 ადამიანი აკადემიური შემხვდეს და დავუსაბუთებ რაოდენ ქართული რეგიონი იყო და საცხოვრობდა აბრაამი პირველი სახლისად იყო, მეორე სახლისად იყო და აი სანამ წავიდოდნენ შესაბამისად და აი ადგილებს ვაჩვენებ, საცხოვრობს მაგალითისათვის პირველი სახლი, მეორე სახლი სად არის და საცხოვრობდა მაგალითისათვის რებეკა რო წამოიყვანეს ისააკისთვის და ასე შემდეგ. ყველა სახლს გაჩვენებთ, ყველა გზას გაჩვენებთ რა. და წარმოდგენა შეგექმნებათ უკვე რომელი სამყაროა და მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ სადაც აბრაამი ცხოვრობდა, ეს სემიტი კაცი, იქვე იყო იაფეტური სამყარო. აუცილებლად იყო იაფეტური სამყარო და იქ მე-5 საუკუნეში დიდებული ქართული გარემო იყო, სასწაული ქართული გარემო იყო, ალბათ მოსახლეობის 50% ქართველი იყო. შეიძლება 60, შეიძლება 70% რა. საუბარი არის ედესაზე, ზევგმაზე, ქარანზე, ასე შემდეგ, აი მაგ ადგილებზე და მე მგონია რომ მანდ არის ის არიან ქართლი, საიდანაც 23 საუკუნის წინ ძალიან დიდი ნამატი მივიღეთ ადამიანებისა, თავანკარა ქართულით მოსაუბრენი რა. იმ ქართულით, რომელზედაც დაწერილია მაგალითისათვის 9 ყმაკოლაელის წამება, ევსტათი მცხეთელის წამება, შუშანიკის წამება, წმინდა ნინოს ცხოვრება, სალომე უჯარმელის მიერ და ასე შემდეგ. შესაბამისად აქ ასე აი მომიტევეთ ახლა რა სულ ესე მემართება აი დრო ესე მე გარბის ხოლმე.
ჩემი ბრალია სხვადასხვა თემებზე რო გადავდივარ. შესაბამისად აქ არის ნახსენები ასევე ბივრილის ქვა. ძალიან საგულისხმო მომენტია და იქნებ ჩახედულმა ადამიანმა, აი მესაიდუმლოებმა, ვიღაც ღრმად განსწავლულმა ადამიანებმა აიწერან რო ქალბატონი დოდო მარიამ ლონტი ვახსენე ესეთმა ადამიანმა, ამ ადამიანმა წერან რო ქეცვიხრი, აი როგორც მეცნიერი შემიყვარდა რა, განვეწყე რა, გმირი, დახვეწილი ქართულით რო ლაპარაკობდა, გმირი ადამიანი ბატონი ვალერი ვაშაკიძე, იქნებ მაგანი წოდეს, იქნებ ავთანდილ არაბულმა იწოდეს, რატო აიღო და რატო აიღებდა ბივრილის ქვას და რატოა ეს ხაზგასმული და წამოიღებდა შესაბამისად აი დაამსხვრია ხო ეს კერპები დაამსხვრია წმინდანინომ და დაიშალნენ ისინი და იმისი ხსენება აღარ ყოფილა ხო იმის მაგრამ რაღაცა აიღო რაღაცა ერთი შესაბამისად აი თვალის ადგილას ქონდა ჩადგმული მოლურჯო მოცისფრო ქვა და აიღო ეს არის სიმბოლო ცხადია მას ახლა ეს როგორც ფასეულობა და როგორც ბრილიანტი და როგორც ალმასი და როგორც ლალი არ ჭირდებოდა რა ეს აიღო შესაბამისად ის რომ აი ქართული წარმართული სამყაროდან რაღაცა აქვს წამოღებული დიდებული მიგნება დიდი მადლობა ბატონ მსმენელს ასე მოვიხსენიებ თავდაბალი კაცია საოცარი ადამიანია ძალიან კაი ქართველია ქველმოქმედი კაცია ვის რაში დაეხმაროს იმას ფიქრობს სწავლული კაცია მოაზროვნე კაცია უმაღლეს განათლებული კაცია და მართლაც განათლებული კაცია მივესალმები აქედან ქრისტეს მიერი სიყვარულით ხო და მისი აი ეს მიგნებები სულ მისია ასევე აი გვაინტერესებს რას ნიშნავს აი ეს სვეტი რომელიც აღიმართა წარმოიდგინეთ და რომელიც ვერ აღმართეს მეფის ჯარისკაცებმა სვეტი რომელიც აღიმართა წარმოიდგინეთ რომ აღმართა ჭაბუკმა არა ანგელოზმა არა ვიღაცამ და ასე შემდეგ ამას ყველაფერს უყვება ამას ყველაფერს წერს სიდონია დაეძინათო სხვა თანხლებ პირებს წმინდა ნინოსიო და მე არ მეძინაო და ამას ყველაფერს ვუყურეო და ჩამოვიდაო და შესაბამისად წმინდა ნინოს რომელიც ლოცულობდა ამ ჭაბუკმა რომელიც განათებული იყო აი შებურვილი იყო აი ზეწარივით თეთრი ნათელი ფერით წარმოიდგინეთ რა ეს ჭაბუკი გასპეტაკებული გაბრწყინებული სამოსელით იყო და ამ ჭაბუკმა რაღაც სამი სიტყვა თქვა იქნებ ეს ვიღაცა მიცოდეს და მოგვიყვეს რა ან ხაზგასმული რატოა ესე წიგნში შეიძლება ითქვას და მნიშვნელოვანი ეს სამი სიტყვა რას უნდა ნიშნავდეს და ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ეს ჭაბუკი ძალიან გვაინტერესებს ქართველებს რა ეხლა კი მე წეგან წავიკითხე და გთხოვთ აი გადაახვიოთ და ნახეთ როგორ საოცარ რაღაცას ამბობს ბივრილის არა ბივრილის ქვაზე არამედ ქართულ ენაზე ჩვენი უსმიდესი პატრიარქი ძალიან დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის. აი კიდე ერთხელ სადაც მე ექნება ამის საშუალება ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა. აი ამ სასულიერო დასისათვის რა. ესეთი ღვაწლიანი ადამიანებისთვის გაოგნებული ვარ რასაკეთებენ ჩემს მშობლიურ რაიონში, მღვდლები და ბერები. გაოგნებული ვარ რასაკეთებენ აი მეუფიანანიას რაიონში და მხარეში, მანგლისში და თეთრიწყაროში ბერები და მღვდლები. აი გაოგნებული ვარ დედები რასაკეთებენ. პატარა გოგონები აი უკვე აი ამ გადმოსახედიდან 25-30 წლის გოგონები როგორ ხელგარჯილობითა და როგორი ფიზიკური შრომით გამოირჩევიან და როგორი სამაგალითონი არიან და რამდენი ადამიანი მოაქციეს. აი როგორც წმინდა ნინო მოაქცია, რამდენი ადამიანი გააოგნეს და დააწყა ჩემს სოფელში დედებმა დედათა მონასტრის დედებმა რო დაინახა ამ ეს დაახლოებით 25 წლის არის ალბათ ატენის დედათა მონასტერი და შეიძლება 30 წლისაც უკვე რა და რო დაინახეს გაოგნებულებმა და ვაჟკაცებმა წარმოგიდგენიათ ეხლა პირში ვეთყვი უამრავ ადამიანს რო იდგნენ ეგრეთ წოდებულ საფიხვნოზე და დილიდან საღამომდე და 1 წელი 2 5 წელი 7 წელი 10 წელი რო დაინახეს რომ ამ დედებმა საქონელი გაიჩინეს ფუტკარი გაიჩინეს ღვინო ჩამოასხეს ააყვავეს იქაურობა ტერასები გააკეთეს რა აღარ მოიყვანეს საოცარი მცენარეები მოიყვანეს საოცარი შენობები ააგეს გოგონებმა დედაქალებმა და პატარა დედაუებმა ასაკს ვამბობთ რომ დიდი ადამიანები არიან მე ერთ-ერთს ვერ მივწდები შემოქმედებით მუხლამდე კაცო მე დაიწყეს შრომა აი გეპეცებით რა ძალიან ბევრი აი ამ მაგალითს უდიდესი ძალა აქვს რა
და აი მაგალითად ამ 10-მა დედაომ რო საქონელი გაიჩინა ცხვარი, მე ამ კაცმაც იკადრა და იყიდა რა საქონელი რა. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ აი გოგოს რო შეუვლია, მეც ხო შემილია. შენდობას ვითხოვ ეხლა რომ აი ეს მინდოდა აი ამ ჩემი მეგობრისადმიც ვითხოვ შენდობას რა რომ ბოლომდე ვერ ისავქენი ვერ განვიხილე ეხლა ეს საკითხები და აი აქ ეხლა აი ზუსტად 3 წუთი რა და ვახტანგ გორგასალი ეხლა კი მე ერთ-ერთი გადაცემა მქონდა გთხოვთ თუ შეგიძლიათ აი ან გადაუსვით ხაზი რომ არა ცდები ნუგზარ არ არის შენი ანაბასისი ვახტანგ გორგასლის ანაბასისი მართალი ან დაეთანხმეთ რა კარგად გამიგეთ აი ვახტანგ გორგასალი როგორ გამოდის საიდან გამოდის რა გზებს გაივლის იმ გადაცემაში ყველაფერი ნახსენები მაქვს და სანამ ომში წავიდოდა პეროზთან ერთად ეს სპარსეთის სამეფოში და იომებდა აბაშელების ჯორჯანელების ჰინდოთა და სინდელთა წინააღმდეგ და მე დახატული მაქვს მთელი ეს მარშრუტი ლაშქრობა ის გზა მისი მანამდე იგი ჩასული არის ედესაში სადაც იყო ური სადაც არის ური სადაც იყო შესაბამისად აბრაამის ქალაქი მერე იქიდან გაივლის ანტიოქიას და მერე იქიდან ჩადის იერუსალიმში ჩადის მოგეხსენებათ ეხლა ქართველი მეფე იერუსალიმში ჩადის რა ეხლა აღარ ვისაუბრებ იმაზე რომ რა დანატოვარი აქვს და რა გმირობები აქვს ჩადენილი და შესაბამისად არსებობს აზრი რომ იქ უამრავი ადამიანი ქართველი დარჩა მისი ამალიდან რაღაცის მცველად და შემდეგ იერუსალიმში და იერუსალიმიდან მერე ისევ ბრუნდება მერე შესაბამისად ჩამოდის ისევ ედესაში ანუ ურში და მერე იქიდან მიდის ბაღდადში და უკვე ლაშქრობა რო იწყება 8 წლიანი და 12 კილომეტრიანი წარმოგიდგეთ 12000 კილომეტრიანი ლაშქრობა რო იწყება 8 წლის განმავლობაში იგი დედას და დას ტოვებს ქალაქ ურში წეგანაც ვახსენე ედესას ადგილას იქვე არის ზევგმა იქვე არის ქარე ესე ქვია ამ ქალაქს სინამდვილეში და მე ხარანად გადაიქცა იმიტომ რომ ებრაულად ჟღერს ესე რა თორე ისე ქარაე ქვია ქარაე შესაბამისად აი კითხვა რაში მდგომარეობს დიდი ბოდიში როგორ მიყვარს თემიდან გადასვლა შენდობას ვითხოვ იქ რო ჩაბრძანდება იერუსალიმში იქ მოღვაწეობს პეტრე იბერით მეფი მაშინ ორ მეფობა იყო საქართველოში და პეტრე იბერით მეფის შთამომავალია თუმცა სხვა შთამომავალია და ვახტანგ გორგასალი ხო მეფეა ეხლა კარგად გამიგეთ საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ლოგიკა კი ამოიღო მაგრამ გადახაზა რომ არა რომელ ლოგიკაზეა მაგრამ ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ რა ხო შეხვდებოდნენ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ეს გრანდიოზული ადამიანები რა ვახტანგ გორგასალი და პეტრე იბერი ყველაზე დიდი გონება საეკლესიო გონება იმ ეპოქაში საეკლესიო წერლობის გიგანტი და ნომერ პირველი იმ ეპოქისა ხო შეხვდებოდნენ ერთმანეთს და მეცაც გეტყვით რომ უკან რო ბრუნდება ვინძლო კი არა აუცილებლად ალბათ პეტრე იბერისგან აქვს მიცემული ალბათ ნახაზები, ინვენტარი, ხელოსნები და ასე შემდეგ და ბრუნდება საქართველოში ვახტანგ გორგასალი და იწყება საოცარი აღმშენებლობა. ეს არის მეორე ნახევარი მეხუთე საუკუნისა. ციხეებისა, ეკლესიებისა და ასე შემდეგ. საოცარი ეპოქა და აი ამ არის ესეთი გენიოსი ახალგაზრდა კაცი, ნუ არც ახალგაზრდა ეხლა 55 წლის სიტყვაზე ხო? მეცნიერისთვის ახალგაზრდა ხო ბატონი გაგა შურღაია, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს ვატიკანის მართლმადიდებელი კაცია, კარგი ქართველია, დიდებული ქართველია და დიდი მეცნიერია და დაწერა წიგნი იტალიურ ენაზე. გადის წლები და არ ითარგმნება, არ შემოდის საქართველოში, გამკვირვებია. შეიძლება იქ არის ეს ნახსენები, მე მარტო ეს ვიცი და არც იტალიური ვიცი და არც ეს საშუალებები მაქვს წიგნის მოპოვებისა და ძალიან გთხოვთ, ვისაც ეს შეგიძლია დაეკონტაქტეთ რა. გაუმარჯოს საქართველოს, ქართულ სიტყვას, ქართულ ლოგოს, ქართულ აზრს და ყველასადმი მაქვს თხოვნა, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია, უფრო მეტი ახსნა, უფრო მეტი მიწოდება ადამიანს, უფრო. მშვიდობა გქონდეთ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, თანადგომისათვის, ღმერთმა დაგლოცოთ ქართველებო.